ეს ბევრმა არც ის პირველად სინამდვილეში მე მამაჩემმა კი არ განსაზღვრა ჩემი პოზიციის ცვლილება. პირიქით არის. მამაშენს არ უნდოდა რომ პოლიტიკაში მოსულიყავი? არა, აი მაგალითად ჯერ მამაჩემს მაგალითად ის ნაბიჯი რომ ნაცმოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან გაერკვია საქმე, გადავადგმევინე მე. რომ უბრალოდ თვლიდი რომ ბევრი რაღაცა რასაც თვითონ მანამდე ამბობდა პოლიტიკური თვალსაზრისით მიშასთან და ნაცმოძრაობასთან მიმართებაში ან არ იყო სწორი, ან სხვანაირი გადააზრება ჭირდებოდა და ასე შემდეგ. სხვათა შორის მამაჩემი ამას უწყობდა ხელს, რომ ნაკლებად პოლიტიზირებული ბავშვი ყოფილიყო. არა, ისედაც რა, თვლიდა რომ მისი საქმე მისია, ჩემი საქმე ჩემია და არ უნდოდა რომ რაღაცა გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. მოიცა, მე თუ სწორად გავიგე, ესე იგი აქეთ დაარწმუნე მამა რომ შერიგებოდა სააკაშვილს, რომელსაც საკუდრო საერთოდ იყო გადამტერებული. შერიგება ერქვა იქ ჩასწრას. ეგ იყო რაღაცა პერიოდი, როცა მამაჩემსაც ჰქონდა გადააზრების პერიოდი, იქით მიშასაც ჰქონდა რაღაც გადააზრების პერიოდი და ჭირდებოდათ რაღაც დამატებითი мотиваცია, რომ ეს ხალხი ერთმანეთს შეხვედრებოდნენ. კათვის ბარკალი ლევანთან ეკითხა დასასვლელია. სხვათა შორის აი იმ შეხვედრაზე ეგ ამბავიც მოხდა. მაშინ იმას რა ქვია, მამაჩემს გადმოუდეს ეგ კათვის ბარკალი გადაიღე. და უთხრეს რომ ეს ის კათვის ბარკალია 2013-მდე რო ვარ თმევდიოდა.